მიხეილ სააკაშვილის ახალი განკარგულებით 23 ნოემბრამდე მანიფესტი უნდა შეიქმნას და პარტიის წევრები ყველა ფუნდამენტურ საკითხზე უნდა შეჯერდნენ. სააკაშვილის ბრძანებით, ვინც მანიფესტს ხელს არ მოაწერს, ის პარტიას დატოვებს. მიხეილ სააკაშვილის დავალებას და შეფასებებს მეგინ არსავიძე გაგვაცნობს. მიხეილ სააკაშვილი ერთიანობის მნიშვნელობაზე ისე საუბრობს, რომ პარტიაში მისი განცხადებები ყოველჯერზე ახალ დაპირისპირებას იწვევს. ახლა მან პარტიას ისეთი შეთავაზება გაუკეთა, რომ შეიძლება ითქვას, რომ პარტიიდან წევრების გასვლა უფრო გაამარტივა. ის ახალ სახეებზე საუბრობს ერთი მხრივ და მეორე მხრივ ვერ ივიწყებს ძველ თარიღებს. ამბობს, რომ ვარდების რევოლუციის წლისთავამდე, ანუ 23 ნოემბრამდე უნდა შეიქმნას მანიფესტი, რომელსაც პარტიის წევრები ერთობლივად მოაწერენ ხელს და თუ ვინმე უარს იტყვის ხელმოწერაზე, ეს ნიშნავს, რომ ის პარტიის გარეთ დააყენებს საკუთარ თავს. მე ვთავაზობ ნაციონალური მოძრაობის ყველა წევრს და მხარდამჭერს 23 ნოემბრამდე ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავამდე ერთად შევქმნათ მანიფესტი ამ საკითხებზე. შემდეგ 23-ში ამ მანიფესტს, სადაც იქნება შესული ყველა ფუნდამენტური საკითხი, ერთობლივად მოვაწეროთ ხელი. მანიფესტი უნდა შეიცავდეს ასევე პარტიული ერთიანობის შეთანხმებას. თუ კი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა. ჩვენ კი შევძლებთ მომავალზე სრულად კონცენტრირებას. ეს მანიფესტი უნდა იყოს ჩვენი ერთიანობისა და განახლების უნარის პრეზენტაცია. მიხეილ სააკაშვილის განცხადება არასერიოზულია სახელმწიფო გუნდისთვის და ასევე ოპოზიციის ნაწილისთვის. მართლ პარტიაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის ეს იდეაც ვერ უშველის ნაციონალურ მოძრაობას და რამდენიმე ნაწილად დაშლილ პარტიას ვერ გააერთიანებს. ნაციონალურ მოძრაობაში და მათ მოკავშირეებში კი აღიქვამენ, რომ ეს არის სერიოზული გზავნილი. ისინი აცხადებენ, რომ ხელი ყველამ უნდა მოაწეროს და თავადაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმეორებენ, რომ თუ ვინმე არ მოაწერს აღნიშნულ მანიფესტს ხელს, ის პარტიის მიღმა დარჩება. მანიფესტი ღია ყველა იმ ადამიანისათვის, რომელიც მზადაა ჩვენთან ერთად იბრძოლოს იმისათვის, რომ საქართველოში დასრულდეს ოლიგარქიული მმართველობა. მე, რა თქმა უნდა, როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი, მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა მოვაწეროთ ხელი. ისედაც ვართ პროცესის ნაწილი, ისედაც გვაქვს კომუნიკაცია სააკაშვილთან, ისედაც დიდი ძალისხმევა ჩადო გიორგი ვაშაძემ ერთიანობაში, ჩვენ გამარჯვების კოალიცია დავაბუძნეთ. ეხლა მთავარია ნაცმოძრაობაში მორჩეს ეს ეგრეთ წოდებული ხევები. რაღაც ახალ გზებს იძიებენ შიგნით არსებული მძიმე მდგომარეობის რაღაც რეაბილიტაციისთვის. საერთოდ სააკაშვილის პოლიტიკაში მე-6 ჩემობრუნების ფაქტიც მაგას უკავშირდება, რომ საბაჟო ელექტორატი აღიდგინოს ნაციონალურ მოძრაობამ. რეალური სურათი ისეთია, რომ ამ პარტიამაც დიდი ხნის წინათ მოიშორა სააკაშვილი. ჯერ ლოგინში მიუჩინა ადგილი, რომ გამოეყენებინა მისი ფაქტორი, როგორც წამებული პრეზიდენტისა და დღეს აბსოლუტურად სხვა ხალხი მართავს ამ პარტიას. ნებისმიერი მანიფესტის თემა, ნებისმიერი ფთის მიმართ შეტევა, რომ არც ერთი არ უნდა ჩანდეს იმ სიაში. ქაოს დაახლოებით იმ აბდაუბდა საუბარს, როგორიც მას ჰქონდა თუნდაც მისი პარტნიორების თუ ცოლების საკითხებთან მიმართებაში. ყოველგვარი სარკაზმის გარეშე ვამბობ, ჯერ ერთი არჩია, მერე მეორე, მერე თქვა, რომ ეს არის მთავარი ჩემი სიყვარული, მერე თქვა, რომ ეს არის ჩემი ოჯახი. მერე გამოუცხადა ტელევიზიიდან თავის მეუღლეს, რომ ეს არის ჩემი ახალი მეუღლე და შენ აღარ ახარ. დაახლოებით იგივე განცხადებებია ნაციონალური მოძრაობის ერთი ფთის, მეორე ფთის და საერთოდ ნაცმოძრაობის მიმართ. პოლიტიკური ბოდვა ქვია ამას, რასაც სააკაშვილი მისდევს. როგორ იშლებიან, რანაირად იშლებიან, უკვე თვითონაც აღარ იციან. ჩვენ რამოდენიმე აბსოლუტურად ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადებები ვნახეთ. ეს არის, რო იტყვიან, ჩაძირვისათვის განწირულ გემზე ერთი გემბანიდან მეორე გემბანისკენ ქაოსური მიხედვა და მოხედვა. გამომდინარე აქედან ნაციონალურმა მოძრაობამ საბოლოო ჯამში მიიღო ის, რაც მათ უნდათ, რომ ქვეყნისათვის მოეწყოთ. ქაოსი, დაპირისპირება, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა. რეალურად მიიღეს ეს ყველაფერი საკუთარ პარტიაში, რაც გეგმაზომიერი და კანონზომიერი არის მათი პოლიტიკის, ასე ვთქვათ, შინაარსიდან გამომდინარე.
მიხეილ სააკაშვილი იმას ასწევს, რომ ნაციონალური მოძრაობის მოქმედი ხელმძღვანელობა ლეგიტიმურად არის არჩეული. ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის ახალი გზავნილი და მოწოდება პარტიას სავარაუდოდ ვერ გაერთიანებს, დასტურდება ნიკამელიას განცხადებიდან, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. ის ისევ არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს პარტიაში და წერს იმასაც, რომ სოციალური ქსელიდან გაქრა მიხეილ სააკაშვილის ის პოსტი, რომელიც ნიკამელიას ეხებოდა და რომელიც პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობისთვის მელიას განცხადებით მოსაწონი არ ყოფილა. ეს მეგინ არსავიძე იყო.